დღეს არის შაბათი 11 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 28 ივნისი 2026 წელი და ვაგრძელებ საუბრებს ჩვენი პატრიარქის შესახებ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია 1990 წელი შემოდგომა და ვისაუბრეთ რა ვითარებაში და როგორ მოხდა საპატრიარქოს გადასვლა ახალ შენობაში და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები უпроსწორად საპატრიარქოს თვითონ შენობის შესახებ ვისაუბრეთ და გავაგრძელოთ ეს საუბარი თანდათანობით იკვეთება ამ საპატრიარქოს სახე თანდათანობით არა მარტო გარეგნულად არამედ რა დანიშნულება შეიძლება ქონდეს საპატრიარქოს ეს არ არის ცნობილი ცხადია იმიტომ რომ იმ პატარა შენობაში სადაც პატრიარქი ბრძანდებოდა მანამდე იქაც იყო რა თქმა უნდა ღებულობდა სტუმრებს და იქაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მაგრამ ამ დიდ საპატრიარქოში ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ აი ჩვენს თვალწინ იბადებოდა აი ეს თანამედროვე წარმოდგენები თუ რა არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საპატრიარქო რას ნიშნავს აი სიტყვები დღეს როგორ ჩვენ წარმოგვიდგენია რაც ვიცით დღეს აი საპატრიარქო ხო ეს არ იყო არ არსებობდა საერთოდ ესეთი რამ და ეს არის ძირითადად ჩვენს პატრიარქთან დაკავშირებული თუმცა რა თქმა უნდა იგი მიუხედავად იმისა რომ ეხა სრულებით სხვა დრო დადგა სრულებით შეიცვალა ვითარება ქვეყანაში იცვლება ყოველ შემთხვევაში უკვე ძალიან დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს მიუხედავად ამისა ჩვენი პატრიარქი რა თქმა უნდა ძალიან კარგად და ახლოს იცნობდა წინა პატრიარქებს და აი ბევრი ტრადიცია მან წინა პატრიარქებისგან გადმოიტანა პირდაპირ და გაგვაცნო მე ეხლა არ მოვყვები ცოტა ხნის მერე მაგრამ პირველ რიგში მაქვს მხედველობაში ჯერ კიდევ რაღაცა გარკვეული სირთულეა ესეთი ოღონდ უკვე დაწყებული აქვს პატრიარქს ამ პერიოდში იმ ძველ საპატრიარქოში დაიწყო ეგრეთ წოდებული ხუთშაბათობები რომელიც ჯერ კიდე უწმინდეს კალისტრატეს ჰქონდა წმინდა კათოლიკოს პატრიარქს და შემდეგ უწმინდესმა ეფრემმა გააგრძელა ეს ტრადიცია ეს არის ეგრეთ წოდებული ხუთშაბათობები როდესაც ხუთშაბათობით იწვევდა ინტელიგენციის წარმომადგენლებს და ხვდებოდა და ესაუბრებოდა მათ რაც თავისთავად ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და დიდ საფრთხეებთან ჯერ კიდევ მაშინ მაგრამ აი პატრიარქმა ეს აღადგინა ეს შეხვედრები მას ჰქონდა ეს სურვილი რომ ინტეგრაცია მომხდარიყო მოსახლეობასთან და აი რაღაცნაირად ეს შეიცვალა ეს სტერეოტიპი დაემსხვრია რომელიც ცხადია რომ უშიშროების სამსახურის მიერ იყო შექმნილი რომ ეკლესია ეს არის პირდაპირ ამ სიტყვას ხმარობდნენ ესე იგი ხალხში რომ ბუდეა იმიტომ რომ ვინ შეიძლება ხა დღეს თანამედროვე ცხოვრებაში ეკლესიური ცხოვრებით იყოს დაინტერესებული აი მღვდელი ვინ არის და რომ ესენი არიან აი უარგისი ადამიანები საზოგადოებაში ლოთები
ნუ ნარკომანია ისეთი არ არის მაშინ გავრცელებული, მაგრამ ნუ ნარკომანები, ყოფილი პატიმრები, ვინც გათავისუფლდნენ, აი რაღაც ესეთი შთაბეჭდილება არის საზოგადოებაში შექმნილი ეკლესიის შესახებ. აი ჯერ კიდევ 80-იან წლებში ჯერ კიდევ არსებობს ესა და ეხლა 90-იანი წლები იწყება და აი ეს რო ესე იგი საერთოდ ეკლესიაში რაიმე საღი აზრი შეიძლება იყოს ეს არის აი საერთოდ ესე იგი საზოგადოებისთვის ძალიან დაფარული არ არის ნუ ცოტა ადამიანი ფიქრობს ძალიან ესე და ამიტომ პატრიარქი იწვევს მის გარშემო ნუ ცდილობს ახალგაზრდების შემოკრებას, ცდილობს ინტელიგენციის მოწვევას, ნუ ამისათვის ჩვენ ვისაუბრეთ უკვე სასულიერო აკადემიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა, იმიტომ რომ სასულიერო აკადემიაში პატრიარქმა მოიწვია რაღაც ესეთი განსაკუთრებული ადამიანები, მოკლედ ესე ვთქვათ რა და ამისათვის აი ახლა ეს ახალი საპატრიარქო არის ნუ ძალიან კარგი არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო შეხვედრის ადგილი პლატფორმა თუ აი როგორ უნდა ეს თან საინტერესოა ძალიან იცით ერის ადამიანებისთვის აი რა ხდება ახალ საპატრიარქოში რა თქმა უნდა ეს ყველამ გაიგო რომ პატრიარქი გადავიდა ახალ საპატრიარქოში და პატრიარქი კი უკვე რო იცის რას აპირებს აი რა უნდა იყოს 5 წლის შემდეგ 10 წლის შემდეგ როგორ ხედავს მომავალს აი ამის მიხედვით აწყობს საპატრიარქოს და ეს ახლა არა 1990 წელს ცოტა მოგვიანებით მაგრამ თვითონ საპატრიარქოს შენობას აფართოვებს შემოუშენა გარშემო ესე იგი ესე დიდი მშენებლობებია საპატრიარქოში გარდა იმისა რომ თვითონ საპატრიარქოს გარედან კოსმეტიკური რემონტი უკეთდება და თუ არ ვწდები რამდენჯერმე საერთოდ ესე იგი ეს თანდათანობით იწყება მოკლედ ეს პროცესები. ნუ ამასობაში სულიერი ცხოვრებაც შესაბამისად ვითარდება და 1990 წელს ესეთი გადაადგილებებია მოკლედ ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანი მეუფე დანიელი მამა დავითი ინიშნება ჯერჯერობით მცხეთაში მცხეთის დედათა მონასტრის წინამძღვრად სამთავროში და აი სამთავროში ესე იგი თანდათანობით იცვლება ვითარება იმიტომ რომ ჯერ კიდევ აქ არიან ძველი მონაზვნები, ნუ წინა თაობის, რომელთაც ნუ რა გითხრათ, ესე იგი ძალიან ჭირდება, არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, ხელი შეწყობა, ყურადღების მიქცევა და პატრიარქი სწორედ იბარებს დედა იღუმენიას, დედა ქეთევანი, დღემდე დედა ქეთევანი არის იღუმენია და იბარებს და მოკლედ აი გააცნობს. კი იცნობდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ რო აი ახალგაზრდა მოძღვარი არ არის ჯერ არც ბერად აღკვეცილი, მაგრამ იგი ინიშნება ჯერჯერობით ინიშნება მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვრად და ესე იგი ეს მანამდე მამა დავითი სიონში იყო. სიონის ტაძარი როგორც მოგახსენეთ აი ამ შეკრების ადგილი იყო ამ ესე იგი უმრავი ადამიანის ფაქტობრივად აი სულიერი ცხოვრების განახლების შეიძლება ითქვას ცენტრი იყო ეროვნული მოძრაობისთვის აი სიონი იყო ყველაფერი და ხშირად ვიმეორებდით კიდევაც ვისმოდა სიტყვები სალმონის სიტყვები დედად სიონსა რქვა ღმერთმა ესე იგი აი დედა არის რა ფაქტიურად აი ესეთი განცდა არის პატრიარქი იქ არის და აი ხა თანდათანობით იწყება გაფართოება შეიძლება ითქვას ქართული ეკლესიის და აი სიონის ტაძრის მოძღვარი იყო მამა დავითი
მამა დავით დათოაშვილი და პატრიარქს გადაყავს იგი სამთავროს მონასტერში. ეს რას ნიშნავს ახლა, ესე იგი, სამთავროს მონასტერში მისი გადაყვანა? ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად ეს მრევლი, რომელიც მამა დავითის გარშემო უკვე იკრიბება და უკვე საკმაოდ, ესე იგი, დიდი რაოდენობრივად დიდი მრევლია, აი მრევლის შესახებ ჩვენ კიდევ გვექნება საუბარი, რა გააკეთა მამა დავითმა და მისმა მრევლმა და მოკლედ აი გადაყავს სამთავროს დედათა მონასტერში. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად ჩვენ მეც მისი სულიერი შვილი ვარ და თან აკადემიის, სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვარ, უკვე ესე იგი მესამე კურსის, უბრალოდ მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ეს რიცხვები სულ მერე ვახობ რა. ესე იგი მესამე კურსზე გადავედი, მოკლედ მესამე კურსზე გადავედი და ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ შაბათ კვირას დავდივართ მცხეთაში. აი ეს მრევლის ნაწილი, რომელიც სიონის ტაძარს ავსებდა, გადაინაცვლა მცხეთაში. ამასობაში სიონის ტაძრის, ესე იგი, სიონის ტაძრის წინამძღვარი არის თავისი სამღვდელო მსახურების მიხედვით არის უპირველესი მოძღვარი, უპირველესი მღვდელი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ესე იგი, ჩვენ გვყავს სხვადასხვა ხარისხი არის, სამღვდელო დეკანოზი, გამშვენებული ჯვრით, დეკანოზი მიტროსანი, მღვდელმონაზონი იღუმენი, არქიმანდრიტი, მაგრამ უპირატესი მღვდელი საქართველოს ეკლესიაში არის პროტოპრესვიტერი. პროტოპრესვიტერი, თვითონ სიტყვაც ამას ნიშნავს, პირველი მღვდელი, უპირატესი მღვდელი და პროტოპრესვიტერი არის აუცილებლად სიონის ტაძრის წინამძღვარი. ანუ სიონის ტაძრის წინამძღვარი აუცილებლად ავტომატურად ხდება პროტოპრესვიტერი. ესე იგი, მანამდე სიონის ტაძრის წინამძღვარი იყო მამა გიორგი შალამბერიძე, რომელიც დღეს არის მიტროპოლიტი გიორგი. არა, მამა გურამ შალამბერიძე და იგი არის დღეს მიტროპოლიტი გიორგი, მგონი ყველაზე ასაკოვანი მღვდელმთავარია, თუ არ ვცდები და ესე იგი, პატრიარქი ღებულობს ახალ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვისაუბრეთ ანჩისხატის გახსნის შესახებ, ანჩისხატის ტაძარი გაიხსნა და აი, ესე იგი, ანჩისხატის ტაძარი გაიხსნა და დაინიშნა მაშინ მის წინამძღვრად მამა გიორგი გამრეკელი. მამა გიორგი გამრეკელი, რომელიც დღეს არის მიტროპოლიტი იოანე. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი და აი, ესე იგი, ესეთი ახალი ამბავი ვრცელდება, თუ არ ვცდები, სწორედ 90 წელს მოხდა, თუ შეიძლება ცოტა ადრე, მოკლედ მამა გიორგი გამრეკელი პატრიარქმა დანიშნა სიონის ტაძრის წინამძღვრად და სიონის ტაძრის წინამძღვრად და ესე იგი პროტოპრესვიტერის ხარისხში აიყვანა და დანიშნა სასულიერო აკადემიის რექტორად. მამა გიორგი გამრეკელი. დიდ ხანს იყო შემდეგ მამა გიორგი გამრეკელი აკადემიის რექტორი და აი პროტოპრესვიტერი იყო ფაქტიურად შეიძლება ითქვას მის მღვდელმთავრობამდე და აი აქ ესე იგი ეს ცვლილებებია მამა გიორგი ნიშნება სიონის ტაძრის წინამძღვრად, პროტოპრესვიტერი ხდება და აი სიონის ტაძარშიც სამღვდელოების შემადგენლობა იცვლება, მოკლედ თანდათანობით ეს განახლება არის და აი მამა დავითი კი გადადის პატრიარქს გადაყავს სამთავროს
დედათა მონასტრის წინამძღვრად, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მრევლის ნაწილი სიონში ვინც დადიოდა, გადაინაცვლებს სამთავროში, იქ დავიწყეთ ყველა მსიარული. ნუ მინდა გითხრათ, რომ თავიდან ცოტათი თავიდან რთული წარმოსადგენი იყო, ეხა ნუ ჯერ კიდევ ესე რომ ვთქვათ, არ დამთავრებულა ეს საბჭოთა პერიოდი, ინერციით გრძელდება და ნუ ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, რა თქმა უნდა, აი ესე რაღაცა ხე კი ვერ ვიხსენებ, მაშინ ეს იყო თუ არა ეს სამარშრუტო ტაქსები, რაღაცა იყო ესეთი, მოკლედ ამითი დავდიოდით, ჩავდიოდით მცხეთაში, ნუ საღამოს ლოცვას ვესწრებოდით ხოლმე და შემდეგ ვესწრებოდით კვირის წირვას. ნუ ჩვენ უკვე ეს გადაადგილების ტრადიცია უკვე პატრიარქის წყალობით ქონდა, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, მრევლი 4 შაბათობით იკრიბებოდა მამა დავითის მრევლი და სადღაც მე მგზავრებოდით ხოლმე და ერთ-ერთი, ნუ სამთავროში აღარ მახსოვს, გონი ჩავსულვართ ესე და ერთ-ერთი ძალიან სამეშტავი, რაც ძალიან კარგად ამამახსოვდა, იყო წმინდა ოლღას მონასტერი არის, აი ესე იგი მცხეთაში მატარებელი შედიოდა, იქით მატარებელთა შეიძლება სიარული იყო მატარებელი, თვითონ ქალაქში არ შედიოდა, აი სანამ აქედან რომ მიდიხარ, სანამ ხიდზე გადაყვალ, მანამდე გრძელდება რკინიგზის სადგური იქ იყო და ჩერდებოდა. აი რკინიგზის სადგურიდან იქ თითქმის უკვე ძალიან ახლოს იყო მთაზე, იქ და მთაში ასასვლელი, მთის ფერდობზე უნდა ასულიყავი და აი იქ იყო ეს ოლღას მონასტერი. მართალი გითხრათ, აი დღეს რა ხდება ამ ოლღას მონასტერში, გონი იმის მიერ საერთოდ ყოფილვარ. ხო და მოკლედ ერთხელაც დაგვინიშნა პატრიარქმა, რომ იქ უნდა წავიდეთ ამ ოლღას მონასტერში, ზამთარია, აი ხა ვერ უხსენებ რომელი წელია ოღონდ და ზამთარია და ალბათ ეს შეიძლება 90 წლის გაზაფხული არის, ვთქვათ, აი რაღაცა თოვლია მახსოვს და მოკლედ მივედით ამ მონასტერში და ვეკითხებით, აბა რაში გჭირდებათ დახმარება და დედები გვეუბნებია, რომ შეშა არის ასაზიდი ქვემოდან უნდა ავზიდოთ შეშა, რომელიც აქვს მონასტერს, მაგრამ ნუ ვერ იყენებს, იმიტომ რომ დედები მოყვა ასაკოვანი დედები არიან და რა უნდა ქნან და დავიწყეთ ამ შეშის აზიდვა და იცით რა მახსოვს, რაღაც საშინელი ქარი იყო, საშინელი ქარი, აი ისეთი რომ არა და ეს შეშა ასაზიდია რა უნდა ქნან და აი ამ ქარში რომ დავიწყეთ მუშაობა, აი რასაც ქვია ნამდვილად, აი მუშაობით გახურება ეს იყო და გავხურდით ამ მუშაობის დროს და მოკლედ ეს შეშა ავიტანეთ, მაგრამ თავარი ჩემთვის პირადად ესეც პატრიარქის, რა ვიცი, ყველაფერი პატრიარქის კუთხევით ხდება, ხო და ესეც მოკლედად ერთ-ერთი ეს იყო, რომ აი ქარის შიში დამეკარგა საერთოდ. ნუ ქარი რო არ ხო ყველაზე უსიამოვნო, ალბათ ცუდი ამინდი თუ რამეს ქვია, ქარიან ამინდს, ოდესაც ეს სიცივე ძვალბილში ატანს და ისე გავხურდით ამ მოძრაობის დროს, რომ აი უკვე შეკროლიც აღარ მქონდა წინ ეს ქურთუკი თუ რა ვიცი რამეც აღარც მახსოვს და აი მივხვდი რომ ქარი არ არის რაღაც მიზეზი რომ შენს მიზანზე უარი თქვა რა აი ეს ერთი დიდი საჩუქარი წამოვიღე იმ დღიდან იმ მონასტერში ამ შეშის აზიდვით და კიდევ მრავალი აი ასეთი მრავალი სხვა პატრიარქის რა გითხრათ ესე იგი აი პატრიარქის თვითონ იყო საოცრად მამაცი ადამიანი საოცრად მამაცი და ამ სიმამაცეს რაღაცნაირად ხერხული იყო რომ შენც არ ყოფილიყავ იმის გვერდით ესეთი მამაცი და მინდა გითხრათ რომ აი ეს არაფერი რა მოხდა ხო მონასტერს დავეხმარეთ მაგრამ ნუ აი ისეთი უცხო იყო ეს აზრი რომ აი ამ ზამთარში ესეთ ქარში ესე გვემუშავა ჩვენ და არადა მეორეს ხარ დაფიქრდები თვითონ ის ზედები ცხოვრობენ ნუ რაღაცნაირად როგორ და არაფერი ჩვეულებრივად მოკლედ გავაკეთეთ ეს ნამდვილად ნუ ესეთი ძნელი საქმე და ერთი რაც მახსოვს დედებმა მოხუცი დედები ცხოვრობდნენ და მოგვიხარშეს კარტოფილი
არაფერი არ ქონდას მეტი რა და ისეთი გემრიელი იყო ეს კარტოფილი რომ აი რა ვიცი რა გითხრათ აი ყველანაირ დიდ სუფრას ჭობდა მოკლედ ამას იმიტომ ყვები რომ აი ასეთი დედები იქ რუსი დედები ცხოვრობდნენ ამ წმინდა ოლღას მონასტერში რუსი ეროვნების და სამთავროში იყვნენ მონაზვნები რომლებიც ჩვენ დაგვხვდნენ იქ ფაქტიურად შემდეგ იქ შევსება იყო ახალი თაობის მონაზვნები მივიდნენ მაგრამ ეს მონაზვნები იყვნენ აი რამდენიმე მათგანის სახელს მოგახსენებ დედა სიდონია იყო მაგალითად დედა სიდონია რომელიც როდესაც დიცქემაში აღიკვეცა დიცქემაში სიდონია ეწოდა მოკლედ დედა სიდონია იყო საოცარი ქაბატონი დედა სიდონია იყო მესანთლე ქაშვეთში როდესაც მამა გაბრიელმა ეს ცნობილი მოქმედება ჩაიდინა ნავთი შეასხა ლენინის პორტრეტს დემონსტრაციის დროს და ცეცხლი წაუკიდა ეს იცით ყველამ ეს ადრე მოხდა ეს ამბავი მაგრამ დედა სიდონია როგორც გავიგეთ მერე უკვე როდესაც მამა გაბრიელი სამთავროს მონასტერში გადავიდა ამასაც მოგიყვებით ამ ყველაფერს დედა სიდონია იყო მესანთლე ვინც ეს ნავთი მისცა მას 1 კილა ნავთი მოკლედ ესე იგი მისცა დედა რაქილი ესე იგი რომელსაც ადრე ტატიანა ერქვა აი ამ სახელით უფრო არის ცნობილი დედა რაქილი ეხლა მე ორიოდე სიტყვის გიყვებით აი ეს ვინც მახსოვს დედა სალომე და დედა პელაგია ესენი იყვნენ ასაკოვანი მოძნაოსნები და ეს დედა რაქილი ესე იგი როგორი იყო იცით ძალიან მკაცრი იყო და ძალიან სულ აი რაღაც აი სულ გეგონებოდა რომ სულ გაბრაზებულია რა რაღაც ესეთი იყო ესეთი გამხდარი და ძალიან ესეთი აი კრივი თუ მაგარი აი რაღაც ესეთი ყოველგვარი ჭარბის წონის გარეშე და საოცარი ეგრეთ აი ამათი წინამძღვარი გახდა ფაქტიურად მეუღლე დანიელი რომ აი უნდა მოეულო ამ დედებისთვის პატრიარქი ჩააბარა და ესე იგი ამ დედა რაქილთან ანუ ტატიანა როგორც იყო ცნობილი ესე იგი დადიოდა უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან რისთვის ესე იგი რომ ის კითხულობდა კვეთებულის ლოცვებს და ესე იგი ეს წარმოუდგენელი რაღაცა იყო მაშინ რა საერთოდ ვიცოდით ყველამ რომ ამ კვეთებულის კითხვა მარტო ეპისკოპოსს აქვს უფლება თუ რაღაცა არ იყო ცნობილი მე გაირკვა რომ თურმე წერია ეს კვეთებულის ლოცვები სამღვდელო კურთხევანში და ყველა შეუძლია რომ წაიკითხოს მაგრამ ნამდვილი ესე იგი ეს კვეთებულის კითხვა ნიშნავს იმას რომ ეშმაკთა განსხვის ლოცვებია ესენი მოკლედ ის რომ ესე იგი მონაზონი ამას კითხულობდა იყო აი ძალიან უცნაური და ძალიან რა გითხრათ ესე იგი შტამბეშტავი ერთი და სახიფათო რაღაც ესეთი უცნაური რაღაცა მაგრამ ხალხი დადიოდა და ეს ეხმარებოდა სასწაულებს ახდენდა და ეს ესე იგი აღიკვეცა შემდეგ დიცქემაში და ეწოდა რაქილი დედა რაქილი დედა რაქილი დედა სალომე იყო და დედა პელაგია იყო მოკლედ ესე იგი ხა მე ამ დეტალებს აღარ მოვყვები როგორ მახსოვს ერთადერთი აი ეს დედა სიდონიაზე მინდა გითხრათ რომ რაღაც საოცრად რაღაცა კბილი თუ რაღაცა კეთილი მოხუცი იყო მონაზონი რა ესე იგი სულ რაღაცას აკეთებდა თან საქმეს ხო აკეთებდა მონასტერში მაგრამ სულ ხელში რაღაც ეჭირა მაგალითად სულ ეჭირა ეს მატყლის ძაფი და ქსოვდა და ესეთი საყვარელი ის იყო რაღაცნაირი ფორმის წინდებს ქსოვდა ხოლმე და მეც ვაჩუქა ეს წინდები მახსოვს და რა ვიცი ხა მონაზონის ნაჩუქარი წინდები დიდხანს რა თქმა უნდა მქონდა ეს წინდები ხა აღარც ვიცი სად არის მოკლედ აი ამათ წინამძღვრად დაინიშნა და თან ეს ის პერიოდია როდესაც
აი ეს მე ადრე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ქარგვის სახელოსნო შექმნა პატრიარქმა საპატრიარქოში და აი ეს ქარგვის სახელოსნო ახალგაზრდა ქალბატონები არიან, სრულებით ახალგაზრდა და ესენი მოკლედ ქარგვის სახელოსნო გადაიტანა სამთავროში პატრიარქმა საპატრიარქოს შენობიდან და ცხადია ეხლა რომ თუ საპატრიარქო გადაიტანა ეს ვინც ამ უკაცრავად ეს ქარგვის სახელოსნო თუ გადაიტანა სახელოსნოში ვინც მუშაობენ ოფიციალურად მუშაობენ ხელფასს იღებენ ესენი და ცხადია რომ ესენიც გადაიყვანა იქ მე მახსოვს ესე იგი ამასთან დაკავშირებით აი დიდი ამბები იყო ეს მოყოლილი მაქვს მეგონი ის პერიოდია როდესაც მე სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე ანუ უკვე მომხდარია ეს ამბავი რომ ესენი იქ ცხოვრობენ იმ პერიოდში გადავიდა დაახლოებით ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით რომელი წელი იყო და მოკლედ აი ეს ახალგაზრდა ქალები და კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა გააძლიერა პატრიარქმა ფაქტიურად გააძლიერა სამთავროს დედათა მონასტერი და აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ კი რა თქმა უნდა ესე იგი ეს საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანები არიან ესენი არიან ის ადამიანები ვინც აი ამ ძიმე დროში გადაწყვიტეს ვიღაცები უკვე იქ ცხოვრობენ მონაზვნები არიან ეს ასაკოვანი მონაზვნები ესენი ახალგაზრდა ქალბატონები არიან რა თქმა უნდა ესენი არც მორჩილები არიან ჯერ არსებულ გადავიდნენ საცხოვრებლად უკაცრავად ეს ახალგაზრდა ქალები თბილისელები არიან, თბილისში გაზრდილები, ჩვეულებრივ ამ ტრადიციულ ოჯახებში და ესენი ეს ასაკოვანი მონაზვნები უკვე დიდი ხანია, დიდი ხნის მონაზვნები არიან და იქ ცხოვრობენ და რაღაცნაირი როგორ გითხრათ, ასაკობრივი, სოციალური, რაღაც დიდი სხვაობაა მათ შორის. და ასეთი ადამიანების ერთად ცხოვრება, არ არის ადვილი. აი, ამიტომ ალბათ მე ვფიქრობ, რომ პატრიარქმა ამიტომ გადაიყვანა მამა დავითი, რომ რაღაცნაირად მოერიგებინა ესენი ერთმანეთში, რომ აი ეს შუამავლის როლი შეესრულებინა იმ ძველი და ახალი თაობის აი მონასტრის წევრებს შორის, მაგალითისთვის გეტყვით ესე იგი, რომ აი ეს დედა რაქილი მაგალითად, ხო? არაჩვეულებრივ, ესე იგი, მე როგორც რომ გავიცანი და რაღაცა საოცრად ყველაფერთან ერთად საოცრად კეთილი ადამიანი იყო. და მოგიყვებით მე კიდე რაღაც ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ამბავს დედა რაქილთან დაკავშირებით, როდესაც მღვდელი გავხდი, ესე იგი, როგორ მომილოცა ესა და რა გააკეთა უნდა გითხრათ ეს. მოკლედ ეს დედა რაქილი გოგონო რთული ადამიანი იყო ძალიან თავისებური წარმოდგენები ჰქონდა და მაგალითად მისი ცნობილი ფრაზა არის ესეთი რომ მონაზონიო ესე ამბობდა ტალახივით უნდა იზილებოდა როგორც ხელში იზილება ტალახი აი ესე ტალახს რომ მოზილავ ხელში აი ესეთი უნდა იყოს მონაზონი რომ ის უნდა ესე იგი ფაქტიურად რომ მორჩილება უნდა კონდეს ისეთი რომ აი ყველაფერს ღებულობდეს როგორც ღვთისნებას რა და რასაკეთებდა ესე იგი. როდესაც იყო ტრაპეზარი ესე იგი კი აკეთებდა საჭმელს აკეთებდა, მაგრამ აი ახალ გაკეთებულ საჭმელს და იმას რაც წინა დღის დარჩენილი საჭმელი იყო, ყველაფერს ერთად ყრიდა ერთ კვაფში. და ესე იგი სად იყო ხა ის რომ იგი ცალკე შემწვარი კარტოფილი და ცალკე ის და რაღაც არა დედა რაქილის ესე იგი მოღვაწეობის თუ რა ქვია ტრაპეზრობის დროს ნიშნავდა რომ დაგიდგამდნენ დიდ ქვაფს საჭმელს რომელიც იყო ყველაფერი ჩაყრილი. აი შეიძლება მაგალითად ტკბილი პლავი და რაღაცა ხორცი არიყო მონასტერში, მაგრამ აი მოკლედ ესეთი აი ამისი ატანა ახლა არის ძალიან რთული თქვათ რა ყოველდღე აი ასეთნაირი ან საჭმლის ჭამა რაღაცა და ამას ყველაფერს უნდა მოგვარება და მინდა გითხრათ რომ
პატრიარქმა ეს იცოდა რა თქმა უნდა მამა დავითის ესე იგი ეს სხვადასხვა ნიჭები მისი და ერთ-ერთი ნიჭი იყო ის რომ მას ჰქონდა საოცარი დიპლომატიური უნარი რაღაცა კონფლიქტების მოგვარების ეს კონფლიქტები არ იყო სინამდვილეში კონფლიქტები მაგრამ ნუ რაღაცა ეს ასთა სხვადასხვაობა რაღაც ეს ყველაფერი იყო ეს ყველაფერი იყო და ერთი კიდევ რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ამ დაახლოებით არ მახსოვს რამდენი ადამიანი იყო ჯგუფში სადღაც 20 ალბათ შეიძლება ცოტა მეტი მამა დავითს დაავალა პატრიარქმა რომ აი ამ ჯგუფს გაევლო რაღაცა გარკვეული პრაქტიკა ეხლა მე ზუსტად ვერ გეუბნებით რომელი წელი იყო ეს მაგრამ ეს პერიოდია და ეს ჯგუფი მამა დავითის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ესტონეთში არის რუსეთის და ესტონეთის საზღვარზე არის ძალიან ცნობილი მონასტერი რუსული მონასტერი არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დღეს კი შეიცვალა ვითარება და მე მგონი წაართვეს თუ ჩამოართვეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ესე იგი ეს მონასტერი ეს არის ესე ქვია პიუხციცის მონასტერი პიუხციცა აი ამ პიუხციცის მონასტერში მოკლედ აღარ მახსოვს გონი ერთი თვე წავიდა ეს ჯგუფი ნუ მე მახსოვს როგორ მოხდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე მithkoms ჩემი და რომელიც დღეს არის მონაზონი პარასკევა ამ ჭიათურაში მღვიმევის მონასტრის იღუმენია ისიც იყო იქ ამიტომ მე ძალიან ჩართული ვიყავი ამ ჯგუფში ამ ქარგავების ესე იგი ჯგუფში ქარგვის სახელოსნოში იყო და ამიტომ ისიც გადავიდა აი ამ სამთავროს მონასტერში საცხოვრებლად და ჩემთვის ეს კიდევ დამატებითი мотиваცია ხშირად დავდივარ მოკლედ იქ იმიტომ რომ იქ ახალი გადასულები არიან ეს დედები და ნუ ეს ჯერჯერობით დები სულიერი დები და ბევრი რამე ჭირდებათ იქ კარადის გაკეთება იქ რაღაცა და ნუ ცხადია რომ მე ძალიან ნელ-ნელა ჩავერთე აი ამ მონასტრის ცხოვრებაში ფაქტიურად ესე გამოდის და შესაბამისად ყოველ შაბათს და ყოველ კვირას დავდივარ უკვე სამთავროს მონასტერში დავდივარ და ესე იგი უკვე დაწყებული მაქვს უყურთ ეს სიარული 90 აი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას 90-ის შემოდგომიდან დავდივარ უკვე ამ სამთავროს მონასტერში ნუ პატრიარქის ლოცვა კურთხევით რა თქმა უნდა ჩვენ ახლა შეთანხმებულები ვართ რომ მე ინტო ყვები ამდენ ამბავს რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ეს არის პატრიარქის პორტრეტის შესაქმნელად ეს მოკლედ ესე იგი ეს მსახურება აღესრულება ეს ის პერიოდია უკვე როდესაც მამა გაბრიელი წმინდა ბერი დღეს ესე მოიხსენებთ აფსარებელი და სალუსი და ეს მამა გაბრიელიც რადგან მეუფე დანიელი დაინიშნა იქ ნუ ეს მამა გაბრიელი როგორ გითხრათ ეს დღეს არის მამა გაბრიელი და დღეს უკვე იცის ყველა ვინ არის ეს პიროვნება და მაშინ ეს ესე არ იყო ანუ მამა გაბრიელი კი იყო მამა გაბრიელი თვითონ მაგრამ ნუ აი რთული იყო მასთანაც ესე იგი აი მასთან ერთად რო გეცხოვრა თქვათ ხო მით უმეტეს მონაზვნებს ნუ ეს არ იყო ადვილი იმიტომ რომ თავი ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი ჰქონდა და მოკლედ არ ვიცი როგორ მოხდა ეს ალბათ როდესმე შეიძლება იქნებ მეუფე დანიელმა თვითონ მოყვეს ეს ამბები მოკლედ აი როგორ მოხდა მე მახსოვს როგორ გავიცანით მამა გაბრიელი აი პირდაპირ შეიძლება ითქვას ქუჩიდან აი ქუჩაში იყო რაღაცა ჩამოხეული ჩამოძენძელი რაღაც აი როდესაც პირველად გავიცანით ხო და ნუ მე ბევრჯერ მომიყოლია მამა გაბრიელის შესახებ ხო და ამიტომ ხა ესე დეტალურად აღარ მოვყვები მაგრამ მახსოვს რომ უკვე ალბათ ეს პერიოდია და ალბათ ეს 90 წლის შემოდგომა როდესაც შესთავაზა მეუფე დანიელმა შესთავაზა ანუ მამა დავითმა პატრიარქის კურთხევით შესთავაზა რომ სამთავროში გადმოსულიყო საცხოვრებლად იმიტომ რომ რეალურად აი როგორ გითხრათ აი სად რჩებოდა ხოლმე ახლა ვერც კი წარმომიდგენია იმიტომ რომ სახლი კი ქონდა თავის მაგრამ
ნუ იქ რაღაცა წარმოუდგენელი იყო ესეთი ადამიანის ცხოვრება იმ ვითარებაში და ამიტომ იგი აი ესე ხანსად მოუღწევოდა და ხანსად ეხა ვერც გეტყვით მანამდე ღამეს სადათებდა ვერც გეტყვით არ ვიცი მოკლედ გადაიყვანა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მამა დავითმა გადაიყვანა სამთავროში და ნუ იქ ნუ კოშკი არის ესე რაღაცა ნაგებობა რა აი გადაიყვანეს მამა გაბრიელი თავიდან სხვაგან ცხოვრობდა სხვა სენაკში და ბოლოს კოშკში და წარმოიდგინეთ ეხა იქ ნუ კი მიდის ხოლმე ხშირად არ არის იქ მამა გაბრიელი მაგრამ ძირითადად ეხა ეს პერიოდია რომ გადავიდა უკვე იქ საცხოვრებლად და ამასობაში აი ეს მამა დავითი ესე იგი მამა დავითი ატარებს ყოველ შაბათ-კვირას სხვა დღეებშიც მაგრამ ჩვენ ჩავდივართ შაბათ-კვირას შაბათ-საღამოს და კვირას წირვაზე და აი რაღაცნაირად ესე იგი ეს ვითარება აი ესე იცვლება ხანდახან ესე იგი როდესაც შაბათის ლოცვა დიდხანს გრძელდება რაღაც მიზეზი ან რაღაც მერე დახმარება საჭირო მე უკვე მამა დავითის კურთხევით ვრჩები ხოლმე ღამე ხანდახან მონასტერში ესე იგი იქ რაღაც ერთი ოთახი აქვს წინამძღვრს გამოყოფილი რომელიც ორ ოთახი არის როგორ გითხრათ ცალკე სათავსოა და ამ ოთახს ორი ოთახია იმას რა ქვია წინამძღვრის სენაკს ესე რომ ვთქვა და აი წინა ოთახში დედები გამიშლიან ხოლმე და დავრჩებდა რამდენჯერმე უკვე ნელა ვრჩები ხოლმე ხანდახან შაბათ-ღამე იქ შაბათ-ღამე და მე გარდა ამისა კიდევ ხო როგორც მოგახსენეთ ბევრი რამეა გასაკეთებელი მონასტერში ბევრი რამეა რაღაცა იქ პატარა რემონტია გასაკეთებელი თუ რაღაცა მოკლედ თანდათანობით უფრო და უფრო მეტად ჩავერთე ამ მონასტრის ცხოვრებაში თან ხო გეუბნებით ესეც ფაქტორია რომ ჩემი დაც იქ არის და ნელა მოკლედ აი ესე პატრიარქის კურთხევით ნელა დავიწყე მეც აი შეჩვევა ამ მონასტრულ ცხოვრებასთან იმიტომ რომ დედათა მონასტერი ფაქტიურად მინდა გითხრათ რომ ეს არის დედათა მონასტერი ყოველთვის მაშინ როდესაც აი არ არის საერთოდ ეს მონასტრები და საერთოდ არის აი ეს იყო შეიძლება ითქვას რაღაც გარკვეული სკოლა თუ გარკვეული რაღაცა ეს გამოცდილება სულიერი ცხოვრების გამოცდილება და ეს სიტყვაც ახლა რასაც გეუბნებით სულიერი ცხოვრება სულიერება მე პირველად სიტყვა სულიერება გავიგე პატრიარქისაგან ეს სიტყვა არ მქონდა გაგონილი საერთოდ ნუ როგორ უნდა გამიგო ჩვეულებრივად ცხოვრობ და პატრიარქი ხშირად ახსენებდა ხოლმე აი ამ სიტყვას გაცრავად ფაქტიურად მე ხა საუბარები მყავს აი 1990 წლის გვიანი შემოდგომა ზამთრის დასაწყისია ჯერ კიდევ 90 წელია და მოკლედ ესე დავდივართ და პატრიარქი ხშირად ჩამოდის ხოლმე სხვათა შორის სამთავროს მონასტერში ჩამოდის ღამე არ მახსოვს ღამე თითქოს არ რჩება თუ ქონდა ოთახი აი ვერ ვიხსენებ ახლა ამას თუ შეიძლება ქონდა ოთახი და იმ ოთახში მე ეს მე მამა დავითი შევიდა თუ შეუშვა პატრიარქმა და მოკლედ ესე და მოკლედ აი ხა მივოდექი უკვე ძალიან ესეთ ამბავს აი აბსოლუტურად მოულოდნელი არის ჩემთვის რა მიუხედავად იმისა რომ სასულიერო აკადემიის მესამე კურსელი ვარ მიუხედავად იმისა რომ უკვე შეიძლება ითქვას რომ ჩემი პირადი ცხოვრება უკვე ძირითადად ეკლესიასთან არის დაკავშირებული იმიტომ რომ მე კი სწავლობდი ამ თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ 88 წელს როდესაც აკადემიაში ჩავაბარე, გამოვიტანე კინოსაბუთები და ფაქტიურად აქედან მოყოლებული უკვე ძირითადად ეკლესიური საქმიანობით ვარ დაკავებული სწავლით, აი ხა უკვე მონასტერს ვეხმარები, ნუ რაც შემიძლია და გაცრავად და მოკლედ აი ხა ესე მახსოვს ცხადი ის არის სიტუაცია სატრაპეზოა მონასტრის უკაცრავად
მონასტრის სატრაპეზო და აღარ მახსოვს ეს წირვის მერე იყო ტრაპეზი თუ ჩვეულებრივ სადელი იყო ალბათ რაღაც შაბათკვირა იქნებოდა უწმინდესი ჩამოვძანდა და სადილია პატრიარქი სუფრის თავშიზის ნუ ჩვენ აქეთ იქით მამა დავითი გვერდით უზის და მე ცოტა ოდნავ მოშორებით ვარ და უწმინდესმა მომართა პირდაპირ მე სახელით ნუ ხო მიცნობს სხვადია სტუდენტი ვარ უკვე კარგად მიცნობს პატრიარქი უკვე და მომართა და აი ესე შემომხედა თვალებში და მითხრა რომ თქვენ უნდა მოემზადოთ შემდეგი კვირისთვის კურთხევისთვის ნუ რა გითხრათ აი ესე შეგაცივდება ხელში აი არასოდეს არ მიფიქრე აი რატო არ უნდა მიფიქრე ხა წესით ხო აქ სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვარ ხა ძირითადად მონასტერში ვარ ხო რაღაც რატო არ უნდა მიფიქრა რომ შეიძლება და სასულიერო პირი გამხდარება არ მქონია ეგეთი აზრი თავში და მითხრა რომ ესე იგი რომ უნდა მაკურთხოს დიაკვნად რა ხო და ხა ეს პატარა მცირე პაუზა მოყვება ამას ეს რომ მითხრა და ელოდება ხა რაღაცა უნდა ვთქვა ხო და ნუ მე გაგონილი მაქვს უკვე ამ პერიოდისთვის რომ ესე იგი ეს ცნობილი ესე რომ ვთქვა შეცდომა რაც შეიძლება ესე იგი ამ დროს ამ სასულიერო პირების კანდიდატმა რაც შეიძლება თქვას ეს არის რომ არა ვარ მზად თქვენო უწმინდესობაო ან არა ვარ ღირსი ხო და ამას პირდაპირ ვიცი მე გამიგია უკვე რა უთქვამთ ეს პატრიარქისთვის ნუ ამას მოყვება იმ წუთშივე პასუხი რომ აი ვინ არის მზად შეიძლება მზად იყოს სასულიერო პირი ან შეიძლება ღირსი იყო რომ სასულიერო პირი გახდე ერის ადამიანი ხარ და ხდები სასულიერო პირი რადიკალურად იცვლება ცხოვრება აი რადიკალურად მე ჯერჯერობით ერის ადამიანი კი მეტყობა გარეგნულად რომ რაღაც ჩვეულებრივი სარემდრო სულ ამ შავი კოსტიუმით და ჰალსტუხით დავდივარ და თმები და წვერი მაქვს გაზრდილი უკვე მეუფე დანიელის ლოცვა კურთხევით და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ ახლა მე არსებს არ მიკითხავს ეს მაგრამ დარწმუნებული ვარ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ესე იგი მეუფე მეუბნება რომ ჩემი მოწყალე მამა დავითი რომ თმა არ შევიჭრა და ეს თმები იზრდება და იზრდება რა ხო და ნუ ამაზე სერიოზული ის არის ხა კაცი გრძელი თმებით ეხლა დადიან ახალგაზრდებიც რაღაც შეკრული თმები აქვს თუ კან რაღაცა მაშინ ეს სრულებით წარმოუდგენელი აი ადამიანს ვერ ნახავდი ჩვენ ერის ადამიანს რომ გრძელი თმებით დადის ეს ჩამკულებით რა ხო და თან ესე იგი რადგან ერის ადამიანი ვარ ხა მე ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც მეუბნებიან ანუ მამა დავითი როგორც მეუბნება და აი თმის შეკრა ესე იგი ხო ნუ ესეც წარმოუდგენელი რაღაცა ნუ გრძელი თმა კაი გრძელი თმა ხა კიდე შეკრული თმებით შეარული წარმოუდგენელია და მოკლედ აი ესე გრძელი თმებით ვარ წვერი მაქვს მაგრამ წვერიც ამხელა არ არის ნუ მოკლედ რაღაც ეს გადათანობით იზრდება ეს წვერი მოკლედ რა მე საოცარი რაღაც აღმოვაჩინე ხალხმას და წვერზე მინდა გითხრათ რომ საოცარი რაღაც აღმოვაჩინე რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ზომა წვერი სადამდე გაიზრდება და თმა სადამდე გაიზრდება იმაზე მეტი რაც აი ერთ ადამიანს ყველა სხვადასხვა სიგრძე აქვს თავისი ხო მაგრამ ერთ ადამიანს ესე იგი თავისი საზომი აქვს აი ხა მე მაგალითად ამ წვერს არ ვიჭრი და ამაზე მეტი არ იზრდება რა ხო მე ეს ჯერ არ ვიცი მაშინ და ნუ ესე ვცხოვრობ ხო და ერთადერთი ადამიანი ვიზეც ვიცი და თქვენც იცით ყურადღებით წაიკითხავთ საფრთხო წელს ეს იყო აბესალომი დავით მეფის შვილი რომელსაც ძალიან ლამაზი თმები ჰქონდა და იზრდებოდა ესე იგი დაახლოებით 2-3 მეტრის სიგრძეზეც კი შეიძლება გაზრდა და ნუ წელიწადში ერთხელ იჭრიდა თუ ავსები ამ თმებს ბოლოს ამ თმებით გაეხლარდა ეს ამ ხის ტოტებში და ასეთნაირად მოკლეს ხო და ისე ძირითადად აესია და იზრდება ეს თმები არც უცე ხარ ამ ხელა უნდა გაიზარდოს კიდე და მოკლედ ესე და ესეთ ვითარებაში ვარ და ნუ სასულიერო აკადემიის სტუდენტებიც კი ძალიან მსაყვედურობენ რაღაცა დაწერილი მოაქვს ეს უშვერი საქციელია რაღაცა არ არის სწორი კაცი გრძელი თმით არ უნდა დადიოდეს ნუ რაღაც ესე და
იმათგან კი მიკვირს სხვათა შორის სასულიერო აკადემიის სტუდენტებისგან რომ ასეთ რამეზე ყურადღებას ამახვილებენ, ვფიქრობ, რომ აი რანაირად, ხა ეკლესიაში ვარ რა და ხა ეს ხო იციან რომ ლოცვა კურთხევით არის ყველაფერი რაღაც. ხო და ეს ხო მათ არ უნდა უკვირდეს, მაგრამ არა ყველას უკვირს და მოკლედ აი ესე ბევრი ადამიანისგან გამიგია რომ პატრიარქს უთხრა რომ არა ვარ ღირსი. და პირდაპირ აი სალაპარაკო თემას აძლევ რა, ესე იგი რომ აი რა შენ გონია რომ ვინმე არის ღირსი ამის, ან მე ვარ ღირსი პატრიარქი გეუბნება ეგეთ რამეს. მოკლედ ეს აღარ გამოვტოვეთ ეს საფეხური საუბრის და თან ესე იგი როგორ გიჩვენთ, თან ეს დიდი პატივია ხო ეხლა უცებ ეს რამეს რომ გეუბნებიან და რაღაცა პაუზის შემდეგ უთხარი რომ როგორც გვაკურთხებთ თქვენ უძვინესობა თუ თქვენ ასე მიგაჩნიათ დაგვუცეთ და მოემზადებ მეთქი მომთხარი და ესე მშვიდად მურჩა ეს საუბარი და უკვე შემდეგ შაბათ-კვირას ეხლა ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა დეკემბერია თუ არ ვცდები, დეკემბერია და დაინიშნა ჩემი კურთხევა დიაკვნად სიუნის საკათედრო ტაძარში. და ეხლა მართლა მოსამზადებელია, იმიტომ რომ ბევრი რამეა საჭირო, მაგალითად კაბა ხო თავარი რაღაცა იცვლება რა ცხოვრებაში, როგორ ივლი ადამიანი აი რა გაცვია, ხო? რა გაცვია და ეს არის აი პირველ რიგში რომ კაბა უნდა შეიკეროს. თან ერთი არა, ერთბაშად ორი კაბა აუცილებლად, იმიტომ რომ ეს კაბა რო დაიშრობა და გაირეცხება, უკაბოთ ხო არ იქნები და მოკლედ აი ესე და ძალიან სერიოზული ის არის. ეხლა მე კიდე ოჯახში, რა ვიცი, მოკლედ პატრიარქი ამას ყველაფერს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა და ეს დრო არის რომ მოემზადო ამისთვის. აღარ მახსოვს ეს დრო რამდენი იყო, ერთი კვირა იყო თუ ორი კვირა იყო თუ რაღაცა, მოკლედ დავიწყე ამის ჩადარიგის დაჭერა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს უნდა უთხრა, მშობლებს, რომლებიც უკვე რაღაცნაირად შეგუებულები არიან, უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ სასულიერო აკადემიის და გარდა ამისა კიდევ მე მყავს რა გითხრათ, ახლოვესი ნათესავები, მაგალითად ბაბუა, რომელიც ბებია გარდაცვლილია და მამაჩემის მამა, რომელთანაც სისტემატურად დავდივარ უკვე დაუძღურებულია და ჩვენ ესეთი კიდევ ესეც ალბათ უნდა მოუყვე. ცოტა ხანი გადაუხვევ ხა მე და ძალიან მნიშვნელოვან ამბავს მოგიყვებით. მე მგონი ეს არ მომიყოლია უკაცრავად. რთული პერიოდია რა, 90 წელია და 89-90 და ადამიანებს უკვე ძალიან უჭირთ ცხოვრება, იმიტომ რომ აირია ეს. არც ადრე არ იყო დალხენილი ამ საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრება, მაგრამ მაშინ რაღაც წესრიგი მაინც იყო და მოკლედ პატრიარქის ლოცვა კურთხევით პირდაპირ, ესე იგი ეს უშუალოდ როგორ მოხდა მე ეს არ ვიცი, მაგრამ აი მამა დავითი გვეუბნება აი 4 შაბათის ჯგუფს, რომ ჩვენ კიდევ ერთი რამ უნდა გავაკეთოთ საქმე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მოძიება და შემდეგ მოვლა დავრდომილი ადამიანების. აი ვისაც შეზღუდული აქვს, ასაკის გამო პირველ რიგში, ან შეიძლება ასაკის გამო არა და ჯანმრთელობის გამო, ვისაც ჭირდება მოკლედ დახმარება რა. და ეს უნდა აღმოვაჩინოთ ესეთი ადამიანები და გამოვიკითხოთ ჩვენს ახლობლებში და უნდა შევადგინოთ ესეთი ადამიანების სია და მე ამ ადამიანებთან უნდა გავინაწილოთ მრევლის წევრებმა უნდა გავინაწილოთ დღეების მიხედვით რა და მე არჩეული მაქვს პარასკევი დღე, როდესაც დავდივარ აი ამ ესე იგი ასეთი ადამიანების მოსანახულებლად და მე შემხვდა სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად, ისინი სხვა დღეებში მიდიოდნენ, მაგრამ მე მივდიოდი პარასკევობით რაღაც საოცარი ქალბატონი იყო ანა ზარაფიშვილი, პედაგოგი იყო ადრე
და ისე მოხდა რომ უკეთ აღარავინ აღარ დარჩა. ნუ ეს არ ვიცი როგორ აღმოვაჩინეთ ეს ადამიანი მე არ მახსოვს. მაგრამ რაღაც ქონდა დაზიანებული ძალიან სერიოზულად მენჯი მე მგონი თუ რაღაცა. ვერ დგებოდა ლოგინიდან რა, ლოგინად იყო ჩავარდნილი და ესე იგი ესე ჩვეულებრივად შეიძლებოდა რომ გადმოსულიყო საწოლიდან, მაგრამ ძალიან საშიში იყო რომ არ გადმოვარდნილიყო და ნუ ფეხზე თვითონ ვერ დგებოდა მოკლედ რა. ხო და აი ეს ანა ზარაფიშვილი ეს გოგებაშვილის და ესე იგი გოგებაშვილის და პეტრიაშვილის ქუჩის კუთხეში ცხოვრობდა. ესე იგი დღესაც ესე ქვია მგონი ამ ქუჩებს. ხო და აი იქ დავდიოდი ის მაღალი ადგილია და თან ამას ემთხვეოდა ის რომ ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ იქ. ბებია გარდაცვლილი იყო და ბაბუაც მარტო ხელა იყო ფაქტიურად რა და ამიტომ მე რაღაცნაირად ეხლა სხვა ადამიანები აღარ ჩავრთე ამ საქმეში რომ რელსაც ეულო, მაგრამ მე შევთავაზე მამა დავიცი რომ თუ შეიძლება აი ესეც ჩამეთვალოს აი სიარულში, ანუ ამ დროს კიდევ ამაშიც ანუ იქ ორ ადამიანთან მივდიოდი და კიდევ დეიდა, ჩემი დეიდა, რომელიც საკუთაულზე ცხოვრობდა, აი მასთანაც როგორ გითხრათ, ეხა ხო აი ოჯახის წევრები არიან და ისედაც მევალება, ხო ამის გაკეთება, მაგრამ აი რომ დავფიქრდი, ესე იგი აი ცხოვრება ისეთია, რომ ხშირად ვერ მივდივარ, ყოველდღე ვერ მივდივარ ისედაც, ნუ ძალიან დატვირთული ვარ და აი თუ არ გრაფიკი თუ არ გავაკეთე, უცნაურია ეხა რასაც გეუბნებით და შეიძლება გაუკვირდეს ეხა ადამიანს, ხო, მაგრამ არა იცით როდესაც მე უკვე კაცრად ვიცი რომ აუცილებლად კვირაში ერთი დღე ამ საქმეს უნდა დავუთმო ოწყალების საქმეს რა. ესე იგი უკვე მაშინ სხვანაირად ხდება ეს რაღაც სისტემაში მოდის რა და მოკლედ კი უფრო ხშირად უნდა ვიარო საკუთარ ბაბუასთან მაგალითად ხო სტუმრად, მაგრამ სტუმრად როგორ ნუ რომ მივიდე ნახო რა ხდება როგორ არის რაღაც მოვინახულო რა. ხო და მაგრამ თუ ეს აუცილებლობა არ კვირაში ერთხელ აუცილებლად მივალ, ეს მე ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ესე იგი დარეგულირებული იყო ეს საქმე, რომ ეს ორი ადამიანი განსაკუთრებით, ჩემი დაუკვეთან მონასტერში არის ამ სამთავროში ცხოვრობს და დეიდასთან დავდივარ, ჩემი და ცხოვრობდა დეიდასთან თავის დროზე, ნუ მე წავიდა მონასტერში. ხო და აი დეიდასთან მივდივარ კვირაში ერთხელ, ისიც უკვე მე ბოლოს ცხოვრების ბოლოს უკვე ლოგინად ჩავარდა, რაღაც ახსრების ანთება ჰქონდა თუ რაღაცა და მოკლედ ლოგინად არის ისიც ჩავარდნილი. ნუ უვლით რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი უვლის მას, დედა ჩემი დადის, მამა ჩემი ბაბუასთან, მამა ჩემი წმინდის, მაგრამ მაინც რაღაცა ეს დამატებითი ყურადღება ჩემი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია და აი დავდივარ აი ამ სამ ადამიანთან. ამ სამ ადამიანთან დავდივარ კვირაში ერთხელ აუცილებლად, ეს არის პარასკევი დღე და მოკლედ ესე იგი ნუ ამ ანასთან ესეთი ქალბატონია, ლექსებს წერს თან, ესე იგი ლექსებს წერს და ნუ მე რო გარდაიცვალა ვაკის სასაფლაოზე, საოჯახო სასაფლაო ჰქონდა და იქ დავასაფლავეთ. მაგრამ აი ჩვენი მრევლის წევრები, გოგონები ძალიან უვლიან, ხანდახან იქ არ არის ამის პირობები და ერთხელ მახსოვს, არ ვიცი რამდენჯერ მოხდა ეს, ერთხელ თუ ორჯერ თუ რაღაცა დასაბანად წაიყვანეს საკუთარ სახლში. მე კი აი მივდივარ, ვიცი რა უნდა მიუტანო საჭმელი, რაღაც ესე იგი როგორ უხარია ჩემი მისვლა, ნუ ეს რო იცოდეთ, ახლა ერთ დეტალს გეტყვით, რაც აი დღემდე ძალიან ესე იგი როგორ დავდივარ, იცით იქ თან უკვე აკადემიაში რო ვსწავლობ, ესე იგი აი რაღაც ახლა ის ნომერი არ მახსოვს რა ნომერი ავტობუსი იყო, მაგრამ კომუნების მოედანი ქვია, ესე იგი კომუნების მოედანი ერქვა ადრე. ნუ აი პირიმზე სადაც არის მაგალითად ხო ეს გონი დღესაც პირიმზე ქვია და იქ არის ბოლო გაჩერება და ეს ხშირად მიხსენებია ეს პაზი ავტობუსი პაზი კი აი ეს პაზი დადის მოკლედ იქიდან მიყვება და ნუ გოგებაშვილის ქუჩაზე ადის და იქ ნუ თუ სხვაგან ვერ შეჭდები იმდენი მსურველია ხალხი რაღაცა და ამ ავტობუსში უნდა შეეკვეხო რაღაცნაირად და აქედან ამით დავდივარ ამ ანასთან ხო და ერთხელაც მოკლედ ვიფიქრე რომ გავახარებდი და სამი ცალი მიხაკი უკიდე რაღაცნაირი ესეთი მოვარდისფრო პატარა ზომის პატარა თავიანი მიხაკი იყო და მომეწონა კარგი სუნი ჰქონდა რაღაც სამი ცალი მიხაკი უკიდე და
მე რომ ავედი იქ რომ მიუტანე სახში ისე გაუხარდა აი რა არის ხა ხო თითქოს ყვავილი მიუტანე ქალბატონს ხო და ესე იგი რაღაც ესე იგი მახსოვს პირდაპირ რძის ბუთლი გავათავისუფლეთ რაღაცნაირად ეს ქალთავიანი ბუთლები იყო რძის ბუთლი მაშინ და ჩავასკე წყალი და ჩაუდევი მოკლედ და ესე იგი საოცრება უნდა გითხრათ რა 3 თვე ეს ყვავილი არ დამჭკნარა ყვავილია რა ეხა ეს მიიტან ერთ კვირაში უკვე გადასაგდები აი ესე იგი ამას თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა ყვავილს ელაპარაკება ამ ყვავილს რაღაცა და მოკლედ ისეთი სიყვარულით ისეთი იმითი მიიღო რომ ეს ყვავილი 3 კვირა 3 კვირა არა 3 თვე რა 3 კვირა 3 თვე ეს ყვავილი არ დაჭკნა რა ხო და იმას ვამბობდი რომ თან შესაბამისად ბაბუასთან მივდიოდი ხოლმე და ბაბუა რაღაცნაირად ძველი ყაიდის ადამიანი იყო და ნერვიულობდა ძალიან ამაზე ჩემს ამ სასულიერო მოღვაწეობას ესე რომ ვთქვათ რა აკადემიაში რომ სწავლობდი და რაღაცა და ნუ საზოგადოებრივი აზრი იყო მაშინ ესეთი და ესე იგი აი ბაბუასაც და დეიდასაც ახლა უნდა უთხრა რაღაცნაირად რომ შემდეგ კვირას რომ მივალ უკვე კაბაში შემოსული ხო და ბაბუას რომ უთხარი ეს ამბავი ну ხარო არ უთხრა როგორ არ უნდა უთხრა ხო უნდა მივიდე და რომ უკვე კაბაში ვიქნები და უნდა გავაფრთხილო რა წინასწარ ხო და ძალიან მერტულება მოკლედ ეს საქმე რა მაგრამ ხო გეუბნებით აი ეს ისეთი პატრიარქი გვყავს რომ აი ყველაფერში ენდობი რაღაცნაირად რა და ამიტომ ძალიან თამამი ვარ ამ ხრივ რა და მოკლედ რომ მივედი ბაბუა რომ მოვინახულე ამ პარასკევს უთხარი რომ აი ესე ახლა ამ შაბათ-კვირას ჩემი კურთხევა უნდა მოხდეს მეთქი და დიაკონი უნდა გავხდე მეთქი და რა ვიცი აი რას მეტყვის აღარ ვიცი რა და წინა პერიოდი რაღაცნაირი დაძაბული ბაბუასთანაც და დეიდასთანაც ესე იგი საოცარი რაღაცა მოხდა ესე იგი ბაბუამ მომცა ფული მაჩუკა 50 მანეთი მაშინ ნუ ეს დიდი ფულია რა არ ვიცი საიდან ქონდა ეს ფული რაღაცა და მითხრა რომ აი ამ ფულით იყიდე საკაბე ნაჭერი და ნუ აი ისეთი ის იყო რა რაღაცნაირად აი შოკი იყო ნამდვილი რა აი არ ველოდი რა ველოდი საყვედურს იმას რომ რაღაცა კიდევ ერთ უსიამოვნო საუბარს და ეს და დეიდასთან რომ მივედი მერე დეიდასთან რომ მივედი და დეიდასთან მქონდა ესეთი ესე იგი რაღაცა პერიოდი ისეთი დაიძაბა ეს ურთიერთობა აკადემიაში სწავლისას რაღაც იმიტომ რომ დეიდა სხვა გეგმები ქონდა რაღაცნაირად ჩემთან დაკავშირებით და სხვა გეგმები ქონდა უნდა რომ მეცნიერი ყოფილიყავი რა და ხო და რომ ნუ აკადემიაში სწავლო კაი სწავლო და რაღაცა ეხლა რომ მივედი და რომ უთხარი რომ მე უკვე სასულიერო პირი უნდა გავხდე მეთქი მე რამდენიმე შეკითხვა დამისვა რა პირველი მკითხა რომ ესო რას ნიშნავს რომ შენ სამეცნიერო მუშაობას ვეღარ გააგრძელებო და რომ სამეცნიერო ხარისხსაც ვერ დაიცავ ალბათ ხო იმიტომ რომ ხო თუ გვდელი ხარ ხა სამეცნიერო მუშაობა ხო მე წარმოდგენები ესეც საზოგადოებაში ხო და მე ვთქვი რატომ მეთქი მე ეხლა ერთი არის რომ ეხლა ფიზიკაში არა მეთქი იმიტომ რომ აღარ ვარ დაინტერესებული მოკლედ თელი ჩემი დრო აი ამ საფრთხისმეტყველო განათლების მიღებისკენ არის მიმართული მაგრამ ღვთისმეტყველება მეცნიერება ამ ვთქვი და მე ვაპირებ მეთქი ამის გაკეთებას ვაპირებ აი ნუ სწავლის გაგრძელებასაც და რომ ესე იგი მე აქ არის ესე იგი ასეთი პერსპექტივა რომ დაიცვა დისერტაცია რა რაღაცა ეს დისერტაციის დაცვა აი ძველ საზოგადოებაში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მოქმედება იყო იმ ადამიანისთვის ვინც სწავლა განათლებას ესე იგი ეუფლება ამ რაღაცას ხო ხო და მე ვთქვი არა მეთქი მე ვაპირებ მეთქი ეს გაკეთებას და ნუ ძალიან გაუხარდა ხო და
მერე მეორე შეკითხვა დამისვა. სხვათა შორის ამ სწავლგანათლებაზე მინდა გითხრათ, რომ სულ მახსოვდა ეს. სულ მახსოვდა და როდესაც მე უკვე დავიცავე, მართლა დავიცავე ეს დისერტაცია 2015 წელს მოხდა ესა. უკვე ესეც პატრიარქის კურთხევით იყო, რომ რაღაცა განსაკუთრებული სასწავლებელი იყო. არ ვიცი, ალბათ მოგიყვებით მე კიდე ამას. წმინდა ტიხონის სახელობის დღეს ესე ქვია წმინდა ტიხონი, ეს არის პატრიარქი, მოწამე პატრიარქი რუსეთის საბჭოთა კავშირის დროს პირველი პატრიარქი, პირველი აღდგა ეს ავტოკეფალია პირველი პატრიარქია და მოწამეობრივად აღესრულა და ხო და აი წმინდა ტიხონის სახელობის უნივერსიტეტი არის ეს დღეს ესე ქვია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სადაც მისიონერული ფაკულტეტი არსებობს და აი მისიონერულ ფაკულტეტზე 2015 წელს დავიცავე დისერტაცია მისიოლოგიაში და პატროლოგიაში და აი რომ დავიცავე ეს დისერტაცია პირველი რაც გავაკეთე რომ დავბრუნდი სახლში ესე იგი უკვე მღვდელმთავარი ვარ მაგ დროისთვის ხადია და პირველი რაც გავაკეთე მივედი დეიდას საფლავთან და ვანაშვილი გადავიხადე და ის მახსოვს დავით აღმაშენებელმა თავის ბებიას რო ჩასძახა საფლავში გიხაროდნო და გაათავისუფლა ანისი მოკლედ აი ეს რაღაცა სახე მაქვს ჩარჩენილი და აი პირდაპირ საფლავში ჩავძახე რომ აი შენი სურვილი შენი ლოცვა კურთხევა შევასრულე მეთქი აი ესეთი იყო განწყობა და მეორე შეკითხვა დამისვა რომ მივედი მეორე შეკითხვა დამისვა რომ ეხა ანუ შენო შემდეგ მოსვლაზე რომ მოხვალ უკვე კაბით მოხვალო შავი კაბით მე ვთხარი ხო მეთქი ხო და მერე უმითხრა ამ კაბის გახდა შეიძლებაო თუ არაო ну 90 წელია რა ჯერ ესე იგი 95 წელს მივიღეთ ეს გადაწყვეტილება გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე რომ ჩვენს ქვეყანაში საქართველოში სასულიერო პირი საზოგადოებაში არ უნდა გამოჩნდეს კაბის გარეშე სახში შეიძლება რომ გაიხადოს მღვდელმა კაბა სახლში მაგრამ აი საზოგადოებაში კაბის გარეშე უკვე კრების დადგენილების საფუძველზე აღარ მაგრამ მაშინ ჯერ ეს არ არის მიღებული ესე და მე ვიცი შემთხვევები მღვდელმთავრებიც კი დადიან ჩვეულებრივი საერო ტანსაცმლით ხანდახან ქალაქშიც და უცხოეთშიც რომ მიდიან და რაღაც მოკლედ ანუ ეს მაშინ არ არის ესე ცხადი რა რომ ახლა ყველა კაბით უნდა იყოს ეს დღეს არის ასე და ეს პატრიარქმა დაადგინა ესეც პატრიარქის დადგენილება მაგრამ ნუ ვინც ახლა პატრიარქთან ახლოს არის და მე ახლოს ვარ უკვე პატრიარქთან იმან ყველა ვიცის რომ ესე იგი ახლა პატრიარქი საერო ტანსაცმლით რომ სხვათა შორის სხვა პატრიარქები არიან ესე აი ხა არ ვიცი ამ წუთას მაგრამ არიან ვიცი და იმ დროს იყვნენ ესე იგი რომ გამოჩნდებოდნენ კიდევაც საერო ტანსაცმლით წარმოუდგენელია რა ეხლა ჩვენი პატრიარქი რომ საერო ტანსაცმელში წარმოედგინო ნუ პატრიარქი უკვე წარმოუდგენელია და ჩვენც ბაძავთ მას აი ბევრ ამაში რა ბაძავთ და მოკლედ ეს მეკითხება დეიდა რომ შენო ამას გექნება გახდისუფლება თუ არაო და ნუ ხა ძიმე შეკითხვა ძალიან რატო იცით თან არ მინდა რომ აწყენინო ამ ადამიანს იმიტომ რომ გოგენათ არის ჩავარდნილი თან არ მინდა რომ აწყენინო და თან არა და ესე იგი ნუ ვერ გავიხდი რა მოკლედ ამ კაბას ესე მაქვს უკვე თავიდანვე მაქვს გადაწყვეტილი ეს ჯერ კიდე სანამ პატრიარქი შემთავაზებ და რაღაცნაირად აი არ მომწონდა და თვლიდი რომ არ უნდა გაიხადოს სასულიერო პირმა აღარ უნდა გაიხადოს ხო და მე ვთხარი იცით რა მეთქი კი მექნება მეთქი ამის უფლება მაგრამ მე გადაწყვეტილი მაქვს რომ არ გავიხადო მეთქი რა ეს კაბა და საოცრება მითხრა აი რომ ველოდი რომ სხვა რამეს მეტყო და რა მითხრა იცით შენო ჩემი აზრი იცი ამაზე
რომ არ მინდაო რა რომ ესე ცხოვრობდე, მაგრამ თუ ერთხელ ჩაიცვა კაბას აღარასოდეს აღარ უნდა გაიხატო. ეხაც რაღაც ემოციურად მოქმედებს ეს რა როგეს გახსენო, იცით რა დამემართა მაშინ. აი გავშეშთი რა საერთოდ. აი ყველაფერს ველოდი ამის მეც რა, რომ ესეთ რამეს მეტყოდა. ხო და ოთხარი ესე ვაპირებ მეთქი რა. აი ტვირთი რო მოგხსნება. ხრებიდან წამოვედი მოკლედ უკვე აი შეიძლება ითქვას რომ მომზადებაც ეს იყო. რაც მითხრა პატრიარქმა რომ მოემზადეთ სასულიერო პირობისი სხვა შორის ესეც მინდა გითხრათ რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მე არ მახსოვს რომ პატრიარქი ჩემთვის შენობით მოემართოს. აი ვერ ვიხსენებ ახლა შეიძლება კი წამოწდენიან რაღაც მომენტში მაგრამ არ მახსოვს რა. თქვენობით გველაპარაკებთ. თქვენობით ყოველთვის. ხო და მოკლედ ესეც სკოლა არა რაღაცნაირად ესეც აი ის არის რომ აი რა ყველაფერს სწავლობდით ყველაფერს პატრიარქისგან სწავლობდით ხო და მოკლედ აი ესე მითხრა რომ მოკლედ მომზადებულიყავი კურთხევისათვის ну შევიკერე ეს კაბებიც და ну ბოლოს დადგა ეს შაბათი რა შაბათ საღამოს ლოცვაზე და ესე იგი შემდეგ მეორე დღეს კვირას წირვაზე უნდა მოხდეს ჩემი კურთხევა ну სტიხაროსანი ისედაც ავარ და შაბათ საღამოს მიკურთხა კაბა პატრიარქმა შაბათ საღამოს ჩავიცვი შავი კაბა და აი ჩავიცვი ძირითადად არასოდეს არ გამიხდია ეს კაბა ძირითადად ერთადერთი მერე უკვე ბლატკურთხევის შემდეგ რაღაც დროის შემდეგ სახლში უკვე როდესაც ღამე ვიძინებდი ღამე ვიხდიდი ხოლმე ამ კაბას და ну ესეთი დასაცმელი მეცვა საძილე ну ეს პიჟამას ვეძახიან ოღონდ ესეც რაღაც დროის ძირითადად უკავით ღამეც კაბით მეძინა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არ გამიხდია არასოდეს. ну აღარც მქონდა რა დასაცმელიც არა. ეხაც არა მაგარაფერი დასაცმელი. არ გამაჩნია მოკლედ რა. აი ხა რო გავიხატო კაბა რაღაცით ხომ გამოვიდე გარეთ. უბრალოდ არა მაქვს დასაცმელი. აი ესეც პატრიარქის სკოლა ეს. პატრიარქმა ესე აღგზარდა რა ყველანი მოკლედ. ну მოკლედ რაღაც ვფიქრობ რომ ეს ამბები დიაკვნად კურთხევის ამბები თავისთავად ყველაფერთან ერთად ახალის ომებიც არის. რაღაცა ყველაფერში რომ რაღაცა ესე განსასწრელი, დიდი განსასწრელი შემემთხვა რა, მოკლედ ამ დიაკვნად კურთხევის წინადღეს შაბათს გამეთ რაღაცა მე მოგიყვებით ამას. ეხლა დროებით შევწყვიტ ამ საუბარს და მოკლედ ესე იგი გავჩერდი აი პატრიარქმა საღამოს ლოცვაზე ჩამოცვა შავი კაბა და აი ახლა ესე იგი მოკლედ იწყება ჩემი ახალი ცხოვრება ისევ პატრიარქის გვერდით. მე კი ამითი დღეს დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.